და ჩვენ ვუბრუნდებით ჯოზეფ დაულის ვიზიტს რამდენიმე წუთის წინ დასრულდა იბიპ-ის ხელმძღვანელის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ახლა ჩვენ ევროპარლამენტარებთან შეხვედრა სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს ანა ნაცვლიშვილს ჩავსვათ პირდაპირ ეთერში. ქალბატონო ანა, რა იყო მთავარი თემა ევროპარლამენტარების წევრებთან გამართულ შეხვედრაზე? თქვენ რა ინფორმაცია მიეწოდეთ მათ და რა მოისმინეთ მათგან? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ახლახანს დასრულდა შეხვედრა ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებთან, კომიტეტის ხელმძღვანელთან და მის ერთ-ერთ წევრთან, ასევე სეკრეტარიატის წარმომადგენლებთან. მათი განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა და როგორ ვაფასებთ რეფორმის მესამე ტალღას, ასევე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული საკითხები და პირადი ცხოვრების და პირადი ინფორმაციის დაცვის სტანდარტები საქართველოში. თუმცა სანამ ამ საკითხებზე დავიწყებდით საუბარს, ჩვენი მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დავაფიქსირეთ, რომ გსურდა ჩვენი პოზიცია ყოფილიყო ცნობილი მათთვის ბატონი დაულის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან გააკეთა ვიზა ლიბერალიზაციის პროცესთან მიმართებაში, როდესაც ეს საკითხი დააკავშირა არჩევნებს და თუ როგორ ჩატარდება არჩევნები. სამოქალაქო საზოგადოების ძალიან ფართო სპექტრი არის ერთიანი ამ საკითხთან მიმართებაში, რომ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი არ უნდა იყოს დაკავშირებული არჩევნებთან, ეს არასოდეს არ ყოფილა წინაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ არის სერიოზული ხარვეზები მთელი რიგი მიმართულებებით ადამიანის უფლებათა დაცვის თუ ინსტიტუციური რეფორმების მიმართულებით, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხში ის ეგრეთ წოდებული საშინაო დავალება, რომელიც ქვეყანას ჰქონდა შესაძლებელი არის გაკეთებული, როგორც ხელისუფლების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და მთლიანად საზოგადოების დიდი მიღწევაა ეს და ძალიან არასწორი მესიჯი იქნება და არასწორი ნაბიჯი თუ ამ გზაზე შეიქმნება დამატებითი წინაპირობები, რომელიმე როგორი იყო, ისინი როგორ აფასებენ დაულის ამ განცხადებას? მინდა გითხრათ, რომ სახალხო პარტიის წარმომადგენელმა ბატონმა სვობოდამ, რომელიც არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ამავე დროს არის ამ პარტიის წევრი, განაცხადა, რომ არ არის პარტიული მესიჯი ეს, რომ მას როგორც პარტიის წევრს არაფერი სმენია, რომ ეს პარტიული გადაწყვეტილებაა ამის შესახებ და ასევე მოხდა განმარტება იმაზე, რომ ბატონი დაული არ არის ევროპარლამენტის წევრი. ის არის სახალხო პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ ევროპარლამენტის წევრი არ არის და როგორც ჩვენ ამ შეხვედრიდან დავასკვენით, მათ საუბარზე დაყრდნობით, პოზიცია, რომელიც გაჟღერდა ბატონი დაულის მიერ, არ არის სახალხო პარტიის პოზიცია. ნებისმიერ შემთხვევაში მე მინდა გითხრათ, რომ ხვალ ბატონ დაულთან არის შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და მინდა გითხრათ, რომ არის მომზადებული წერილობითი მიმართვები სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან და ორივე მათგანში ასევე ხელს აწერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სადაც ჩვენ მივმართავთ როგორც პირადად მას, ასევე სახალხო პარტიას და ჩვენს ძალიან მკაფიო პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არ მიგვაჩნია სწორად ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი დაუკავშირდეს არჩევნებს, ამას წერილობითაც მას გავაცნობთ. ქალბატონო ანა, თქვენ თუ მოისმინეთ დღეს დაულის განცხადება, მტევრობ შემდეგ კეთდებოდა კომენტარები, რომ აი ესეთი მკაფიო პოზიცია ამ განცხადებაში არ იყო ჩამოყალიბებული, იქ იყო საუბარი ვადებზე. როგორ შეაფასებდით მის დღევანდელ განცხადებას? სამწუხაროდ დღეს ვერ მივადევნე თვალყური ამ საკითხს, თუმცა ვადებიც იყო გაჟღერებული და ეს გაჟღერებული იყო ძალიან მაღალი ტრიბუნებიდან, რომ ეს იქნებოდა ზაფხული და მე მგონი აქ საუბარი დამატებით წინაპირობებზე იქნება ეს არჩევნები თუ სხვა, არ იქნება სწორი, არ იქნება კონსტრუქციული და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, სხვათა შორის ეს განაცხადეს იმ პარლამენტარებმაც, რომლებსაც ჩვენ რამოდენიმე წუთის წინ ვხვდებოდით, რომ მათაც აქვთ იმედი, რომ ევროპარლამენტი მიიღებს პასუხისმგებლობიან გადაწყვეტილებას, რომელიც დაეფუძნება იმის შეფასებას, როგორ შესრულდა საშინაო დავალება იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს იყო წინასწარ განსაზღვრული და ყველასთვის ცნობილი, ყოველგვარი ახალი და დამატებითი წინაპირობების გარეშე. ეხლა ორი სიტყვით მინდა ასევე თქვენ და მაყურებელს მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რაც იყო განხილული საგანი. ეს არის სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ის
ისინი იყვნენ გარკვეულწილად ინფორმირებული ამ საკითხებზე, მაგრამ დამატებით ვესაუბრეთ, მათ შორის აღნიშნეთ, რომ მესამე ტალღა, რომელიც შეიცავს რიგ მნიშვნელოვან და პროგრესულ ცვლილებებს, არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ სასამართლო სისტემაში დღეს არსებული კრიზისი მოაგვაროს. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქმეთა განაწილების ელექტრონულ წესზე გადასვლა, რაც იქნება ძალიან პროგრესული და წინ გადადგმული ნაბიჯი, მხოლოდ 2017 წლიდან უნდა ამოქმედდეს. მათი შეფასება როგორი იყო ამ საკითხებზე? ისინი ძალიან დაინტერესდნენ ამ საკითხით და ვფიქრობ, რომ ექნება კომუნიკაცია ამ საკითხთან მიმართებაში ხელისუფლებასთანაც, იმიტომ რომ ის შესაძლებლობა, რომელიც რჩება სასამართლო სისტემაში საქმის განაწილებით მანიპულირების, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შესაძლებლობა აღარ არსებობდეს და ყველაფერი უნდა გააკეთდეს იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა დროულად აღმოიფხვრას და საქმეთა განაწილების ელექტრონული წესის შემოღებას სჭირდება გარკვეული ტექნიკური, ასე ვიტყოდი, გამართულობა, მაგრამ მანამ სანამ შესაბამისი პროგრამა დაიწერება, შესაძლებელია მოძებნილი იყოს გამოსავალი, კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის აქვს კონკრეტული შეთავაზება იმასთან დაკავშირებით, რომ გაუქმდეს სასამართლოს თავმჯდომარეების უფლებამოსილება ყოველგვარი კრიტერიუმების დასაბუთების, გამჭვირვალე პროცესის კრიტერიუმების გარეშე ნებისმიერი საქმე აიღოს და ზოგადი წესიდან გადაუხვიოს და გამონაკლისის სახით დააწეროს ნებისმიერ მოსამართლეს, ისე რომ ვერასოდეს ვერავინ ვერ გაიგებს რა რეალური мотиваცია იდგა ამის უკან, აი ეს ძალაუფლება უნდა რაც შეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების თემას. რაც შეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების თემას ჩვენ ვისაუბრეთ როგორც მიმდინარე გამოძიებაზე, ასევე მე დავსვი საკითხი, რომ ეს იყოს სისტემური დანაშაული, მის ჩასადენად იყო გამოყენებული სახელმწიფო ინფრასტრუქტურა და არაერთი სახელმწიფო მოხელე. ამას ადასტურებს ის ასობით ვიდეო და იმ ადამიანების მონაყოლი, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული როგორც სამთავრობო კომისიის მუშაობაში, ასევე იმ საქმეების გამოძიებაში, ძალიან ცოტა საქმის გამოძიებაში, რომელიც ბოლომდე მიყვანილი, რომ ეს იყო სახელმწიფო მანქანის გამოყენებით ჩადენილი სისტემური დანაშაული და მე მათ ვუთხარი, ჩემი მოსაზრება, რომ თუ ეს სისტემური დანაშაული არ იქნება გამოძიებული და ადამიანები, რომლებმაც დაუკვეთეს ეს სისტემა და რომელიც აღასრულებდნენ ამ სისტემას, სამართლებრივ ჩარჩოში არ მოხდება მათი პასუხისგებაში მიცემა, ეს საფრთხე არასოდეს არ დამთავრდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც უკვეთავდნენ ან რომლებიც ასრულებდნენ ამ დანაშაულს, სისტემაში დღეს აღარ რჩებოდნენ. სამწუხაროდ ჩვენ არაერთი ინფორმაცია გვაქვს, რომ ასეთი ადამიანები კვლავ აგრძელებენ მუშაობას როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე პროკურატურაში და სხვა უწყებებში. ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხე ქვეყნისთვის და ამაზე საჭიროა მიღებული იქნას სწორი და დროული პოლიტიკური გადაწყვეტილება. ძალიან დიდი მადლობა. ანა ნაცვლიშვილი იყო მოამბის სტუმარი. მე შეგახსენებთ